მოგესალმებით ჩემო ბავშვებო, ახლა ოქროს კოლექციიდან ზამთარ ზაფხულ საკითხავი ამბების ერთ-ერთ კარგ პატარა ზღაპარს წაგიგითხავთ. მოიცა? ამ ზღაპარს ქვია პატივმოყვარე ვაშლის ტოტი. გაზაფხულის მშვენიერი დილა იდგა. ბუჩქები, ღობები და ხეები უკვე შემოსულიყვნენ ხასხასა ფოთლებით და ყვავილებით. ვაშლის ხესთან კარეტით გრაფის მეუღლემ ჩაიარა. შეჩერდა და ტოტს მისწვდა. შინ წაგიღებ და შენ პორტრეტს დავხატავ. თქვა ქალმა. ვაშლის ხე ოდნავ გაწითლდა, რადგან მისთვის კომპლიმენტი არასოდეს უთქვამთ. გრაფის ცოლთან ერთად კარეტის ხავერდის სკამზე მოკალათებული მისი ტოტი სასახლისკენ გაემგზავრა, სადაც ბროლის ძვირფას ლარნაკში მიუჩინეს ადგილი. ვერც კი წარმოიდგენთ, რა დიდებულად, რა მნიშვნელოვნად იგრძნო თავი ვაშლის ტოტმა და საკუთარი თავით ტკბობას მიეცა. ისე გაყოყოჩებულიყო, რომ ფანჯრიდან ბაბუაწვერებით სავსე ველების შემხედარე ფიქრობდა. ეს ყვავილები ჩემსავით განსაკუთრებულნები როდი არიან? მათ ყოველი ხის ქვეშ იპოვი, არავის უნდა, არც იშვიათები არიან და მებაღეებსაც კი არ ადარდებთ. მისი ფიქრი გაიგეს მზის სხივებმა, რომლებიც დიდებულ თუ მოკრძალებულ ყვავილებს ყველას თანაბარად აჯილდოებდნენ სითბოთი და სიყვარულით. ვერ ხვდები, რომ ისინი შენი ძმები არიან ძვირფასო? როგორც არ უნდა გამოიყურებოდეთ, აქ ყველანი ერთნი ხართ. უთხრეს სხვებმა ვაშლის ტოტს. არაფერიც, ზოგიერთი ჩვენგანი სხვაზე უკეთესია, დაიჟინა ტოტმა. შეხედე, ამ ბავშვებს ნახე, ბაბუაწვერებით როგორ ხალისობენ, მიუთითეს სხვებმაც. მართლაც გრაფის სასახლის მოპირდაპირე გორაზე ბავშვები მოსართავებისა და გვირგვინების გასაკეთებლად ბაბუაწვერებს კრეფენ. ზოგიერთი კი მათ სულს უბერავდა და ჰაერში გაფანტულ მის ფუმფულა ყვავილებს ნატორას უთქვამდა. ვაშლის ტოტი სულაც არ მოხიბლულა. ბავშვებისთვის შეიძლება სახალისო გასართობია, მაგრამ დიდებისთვის დიდი ვერაფერი. შემდეგ მზის ხევებმა მოხუცი ქალი დაანახეს, რომელიც სამკურნალო ნაყინის მოსადუღებლად ბაბუაწვერას ფესვებს აგროვებდა. სილამაზი ხომ მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. მე ისეთი ლამაზი ვარ, რომ გრაფის ცოლი ჩემს პორტრეტს დახატავს. იხიტებარი არ გაიტეხა აყვავებულმა ვაშლის ტოტმა და თან გაიფიქრა. ნეტავ სად არის ახლა ჩემი მფარველიო? იმავ წამს კარი გაიღო და ოთახში დიასახლისი შემოვიდა, რომელსაც ხელში ფუმფულა ბაბუაწვერა ეჭირა. ქალმა ის უდიდესი სინაზით მოათავსა იმავე ლარნაკში, რომელშიც ვაშლის ტოტი იდო, რადგან ორივეს დახატვა განეზრახა. ვაშლის ტოტი სირცხვილით გაწითლდა და მიხვდა, რომ ამ პარტავნება ცუდია და მას მერე თავმდაბალი და თავაზიანი გახდა. მოდით ახლა დავხატოთ ლარნაკში ჩადებული ვაშლის ტოტი და ბაბუაწვერა. ჯერ მოდით დავხატოთ ვაზა და ვიწყებთ ეს. ხატავ წრეს და ამ წრის ქვევით აი ესე ორი ხაზი ეს ჩამოხაზეთ
და ერთმანეთს შეუერთეთ. მარტო ეს რო იყოს გადაგორდება ეს ბურთივით არის. ვაზას რომ დაემსგავსოს აი აქ ესეთივე ნაწილი ზევითაც დაუხატეთ. შეგიძლიათ ვაზა ორნამენტებითაც მორთოთ მაგალითად აი ესეთი ზიგზაგური ხაზები რო გააკეთოთ. ამაში შიგნით კიდე სამკუთხედები ჩახატოთ. თუ კიდე გულები ჩახატეთ, თქვენინება, მე დავხატო გულებს, რატომაც არა. უფრო ლამაზი ვაზა გამოჩნდება და აი ხაზებს გავავლებ. სხვადასხვა ფრად გავაფერადებ თითოეულ ნაწილს. და თუ გინდა ტალღოვანი ხაზებიც კი შეგიძლიათ. ორნამენტი ისეთი რაღაცა, როგორი გემოვნებაც გაქვთ და სურვილიც გაქვთ, ისეთი გამოგივათ. წერეებსაც ჩავხატავ შიგნით. ლამაზი ვაზა გამოვიდა. მოდით ამ ვაზაში იმ ქალბატონს რომ დაიხატა დახატოს ლამაზად ჩვენსავით. ჩავდოთ ეს ვაშლის ტოტი. ნახე? აი ესეთი ხაზი გააკეთეთ. ხატორობა არის დაკვირვება. აბა როგორი ფოთლები აქვს ვაშლის ხეს. აი ესეთი ლამაზი ფოთლები აქვს. ეს ტოტი რო ძალიან წვრილი არის, იყოს ცოტა გავასქელოთ ესე და აი აქ დავხატოთ აი ესეთი ფოთლები. შუაზე გავყოთ და კარგად დააკვირდით როგორ ხაზებს უკეთებ ფოთოლს. აი ეს. ვაშლი სანამ ვაშლად გადაიქცევა პატარა ყვავილიც კი აქვს. დავხატოთ ესეთი პატარა ყვავილი და ლამაზი რო გამოჩნდეს, რატომაც არა. დავხატოთ ვაშლი. აი მარტივად. აქაც შეიძლება ერთი ფოთლის დამატება და უკვე რა საინტერესო გამოდის, ხედავთ? მე ხშირად დამიხატავს ბაბუაწვერებიც, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ვაშლის გარდა ბაბუაწვერაც ძალიან ლამაზია და აი აქ დიდი პუტკუნა ბაბუაწვერა ჩავხატოთ. ნახეთ რა შვებით ჯერ ხატავ წრეს. აიცა კარგი რო გამოვიდეს, კარგად უნდა დაკვირვება ყველაფერს. აი ამ წრეში შიგნით ხატავ კიდე ერთ პატარა წრეს და როგორც მზე ანათებს ხოლმე და მზეები ხო ბევრჯერ დაგვიხატავს, აი ესეთი მზის სხივებივით გააკეთეთ. აი აქ პატარა აი ესეთი ჯვრები შეგიძლიათ დახატოთ სულ გარშემო. აი ამ წრის გარშემო პატარა მოცუცქნული X ფორმა ან ჯვარის ფორმა, როგორც გინდათ ისე დაარქვით. და ესე მიუყვება ამ ხაზს. შეგიძლია აქ ბაბუაწვერას რომ შეუბერო, აი ესეთი X ფორმა პატარა თავში ის აქვს. რითიც მიფრინავს ხოლმე ეს ბაბუაწვერები. აი, უფრო ლამაზია ნახე. ვითომ აქედან მოძურა და გაფრინდნენ. აი ესეთი ლამაზი ბაბუაწვერა გამოგვივიდა. ბაბუაწვერის ფოთოლსაც უნდა დავაკვირდეთ, როგორი ფორმა აქვს. ესეთი კი არ არის, როგორც ვაშლის ხის ფოთოლი. აი რაღაცნაირი აი ესეთი, აი დააკვირდით. ტალღოვანი, უცნაური ფოთოლი აქვს ბაბუაწვერას. ესეთი ლამაზი ნატურმორტი გამოგვივიდა. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასო ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე.